ის მდგომარეობა, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს ამომავლოდ, ძალიან საინტერესო არის და ძალიან ბევრ რამეს გასწავლის ცხოვრებაში. შენ თუ ეხლა არ ხარ, აუცილებლად იქნები ამ მდგომარეობაში, როცა ყველაფერს გადაახალისებ და სხვანაირად დაიწყებ ყველაფრის აღქმას შენს სიცოცხლეში და შენს გარშემო ადამიანებისაც ასევე. ასაკის მატებასთან ერთად იწყებ რაღაცების სხვანაირად დანახვას, აღქმას, გაგებას და გადაფასებას. ატყობ და ამჩნევ, ვინ არის ნამდვილი და რეალური შენს გვერდი და ვინ გამორჩენით. ან ვინ ისე, გზნობ ვინ გურის სიმშვიდეს და ვინ გართმევს უკანასკნელ საციცოცხლო ძალებს. იწყებ აირჩიო არა ხმაური, არამედ სიმშვიდე. არა ხალხმრავლობა, არამედ ის ვისთანაც შეიძლება იყო უბრალოდ ჩუმად და მშვიდად. უკვე აღარ გინდა იყო იქ, სადაც ზედმეტი ხარ. იღლები ამ ყველაფრით. კარგავს სულს, რომ რამე ამტკიცო, ან ვიმეს რამე უმტკიცო. ან შეეტენო იქ, სადაც არავინ არ გელის და არ გელოდება. იწყებ დააფასო უბრალოდ და უმნიშვნელო ნივთები შენს გარშემო. თბილი სიტყვები, გულწრფელი გამოხედვა. გვერდით ისინი კი არა, ვინც ხმამაღლა გიყვირის, არამედ ისინი, ვინც რჩება, როდესაც რთულ სიტუაცია გააქვს. ამნაირ ადამიანების დაფასებას სწავლობ და გაფრთხილებას და მათთან იგებ, რომ სიცოცხლე მიედინება როგორც ზღვა. ხანდახან სიცოცხლე შტორმს გავს, რომელსაც მოჰყავს ხალხი. ხანდახან კიდევ მიჰყავს ის ადამიანები, ვინც ფიქრობს, რომ შენ მისი ნაპირი და ნავსაყუდელი ხარ. არის ტალღები, რომლებიც საჭიროა, რომ გაგიყვანოს შენ საჭირო ნაპირზე და შემდეგ შენ თვითონ ირჩევ, რომელი წყლები გახდება შენი ნამდვილი სახლი. და შემდეგ გასაგებია სიკეთეს უჭერი ხარ და არ იძირები. სიმსუბუქე ამშვიდებს შტორმს და შინაგანი სიმშვიდე შენი ცხოვრების ღუზაა.